დილამშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუს რომი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მე ლელა ბაღდავაძე ვარ ჩვენ სტუმრებთან ერთად კი ვაგრძელებთ იმ საკითხების შეფასებას რომელიც ახლა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მეორე დღე ამ ყველაზე ასე ვთქვათ ცხელი თემა BBC-ს ფილმს უკავშირდება რომელშიც საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაშია დადანაშაულებული წყალი რომელიც სვავს ასე ქვია ფილმს და სწორედ ეს იქნება ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაც, ასე რომ დაგველოდეთ, დავიწყოთ ზუსტად 1 წუთში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. სამეგრელოზე მოსვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვატარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მცირე კალიბრიანი შაშხანა, ყუმბარ-მტყორცნი, ხელყუმბარა და 777 ვაზნა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნელი 1993 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მსჯავრდებული საქართველოში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისთვის 2025 წლის ნოემბრიდან მარნეულის რაიონული სამმართველოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება. სონღულაშვილმა ქნესეთის თავმჯდომარესთან შეხვედრები გამართა. ამირ ოხანასთან მინისტრმა ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა. მაშასე ეს არის დღის ნიუს რომი კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს ლელო ძლიერ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, თავისუფლებას ინდისის პატრიოტი. ბატონ გიორგი, დიდი აჟიოტაჟი ახლავს საქართველოს შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დასავლური მედიის BBC-ს მიერ მომზადებულ საგამოძიებო რეპორტაჟს და ინფორმაციას, რომ შარშანდელი აქციებისას ხელისუფლება მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ასე ვთქვათ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამიტომ დავიწყოთ ამ თემით, აი როგორც BBC განმარტავს, ესაუბრნენ ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებს და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა კამიტი უწოდეს. ეხლა ცალკე ვისაუბრებთ იმაზე, როგორ პასუხობს ქართული ოცნება BBC-ს რეპორტაჟს, თუმცა იქამდე შევაფასოთ უშუალოდ ეს სკანდალური ინფორმაცია. რა შეფასების საფუძველს იძლევა ის, რასაც BBC ამტკიცებს და მეორე მხრივ რამდენად არის თქვენი შეფასებით მყარი არგუმენტებით, ასე ვთქვათ, გაჯერებული და დასაბუთებული ინფორმაცია, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა წყალი, რომელიც წვავს. ჩვენ პირველ რიგში უნდა ცხადია წყაროს სანდოობაზე გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ეს არის მსოფლიოში ალბათ ყველაზე ავტორიტეტული მედია საშუალება BBC, რომელიც თავის ჟურნალისტურ გამოძიებას მყარ საფუძვლებზე ამყარებს ხოლმე და შესაბამისად მისი სანდოობის ხარისხი არის ძალიან მაღალი, ბუნებრივია ამას სჭირდება კიდევ სხვა ტიპის გამოძიება, ოღონდ გამოძიება არა ქართული ორგანოების და საექსპერტო ჯგუფების მიერ, რომელიც ივანიშვილის კონტროლის ქვეშ არის, არამედ ამაში უნდა ჩაერთონ საერთაშორისო აქტორები, არსებობს ესეთი საერთაშორისო ორგანიზაცია ბუნებრივია ქიმიურ იარაღთან იარაღის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელსაც შეუძლია დადოს უკვე სხვაგვარი დასკვნა, თუმცა ჩვენ გვახსოვს ხო განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენ თავზე გამოვცადეთ ეს დარბევები, თუ როგორი მძიმე შედეგები ჰქონდა, როგორი წვა ჰქონდა იმ საშუალებებს, რომელსაც იყენებდნენ ივანიშვილის მარბიელი რაზმები აქციების დაშლის დროს, როგორი გვერდითი მოვლენები ჰქონდა, არა მხოლოდ იმ ყისიერი ეფექტი, არამედ შემდგომი თანმდევი ეფექტი ჰქონდა ხოლმე, არა მხოლოდ წვის, არამედ რაღაც თავის ტკივილის, გულის პრობლემების და ასე შემდეგ, რამდენად იყო ეს საერთოდ დაშვებული საერთაშორისო სტანდარტებით, ჯერ კიდევ მაშინ ჩნდებოდა ამასთან დაკავშირებით შეკითხვები. თუ ეს ბუნებრივია და დასტურდება და ჩვენ მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, ისე იქიდან გამომდინარე, რომ ეს BBC-ს გამოძიება თქვა და სხვათა შორის ჯერ კიდევ მაშინ ამბობდნენ ქართველი ექსპერტებიც, რომ შეიძლებოდა ეს ქიმიური შემადგენლობა, ბენზილის ციანიდზე არის მეგონი საუბარი.
გამოყენებული ყოფილიყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა, თუ არ ვცდები 1915 წელს გამოიგონეს და შემდგომ უკვე გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა. ბატონო გიორგი, შევხედოთ რას ამბობენ ქართულ ოცნებაში და ნახეთ ალბათ ხომ გუშინ გამოიყვანეს მედიასთან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელმაც ტელეკომპანია იმედთან გააკეთა კომენტარი, ადასტურებს, რომ ნივთიერებები, რაზეც BBC-ს რეპორტაჟია საუბარი, ნამდვილად ქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უწყება მას იყენებდა კიდეც, თუმცა გომელაურის განცხადებით ეს ხდებოდა 2012 წლამდე, ანუ მივდივართ ისევ იქამდე, რომ ეს ყველაფერი არის ნაციონალების ბრალი და თქვა კიდეც ვახტანგ გომელაურმა, რომ ნაცებმა, ასე ვთქვათ, კატა გამოთხარეს და მოკლე ამონარიდი კიდევ მისი განცხადებიდან ბოლო შეძენა მოხდა 2009 თუ 10 წელს, მას შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერებები არ შეუძენია და გამოუყენებია, შემიძლია ეს მთელი პასუხისმგებლობით გითხრათო, როგორც თქვი, ამას ამტკიცებს ვახტანგ გომელაური. ქართულ ოცნებასთან მიმართებაში კითხვებს ხსნის, თუ კიდე უფრო მეტ კითხვას აჩენს ის, რასაც ამბობს და რაზეც საუბრობს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ისე როგორც საინტერესოა თქვენი აზრით, მართლაც ვინ გამოთხარა კატა ქართულმა ოცნებამ თუ ნაციონალურმა მოძრაობამ? ჩემი აზრით ეს ბოლო და ყველაზე საინტერესო პასაჟი არის გუშინდელ ქრონოლოგიაში, დილით, როდესაც ატყდა აჟიოტაჟი, ჩვენ ვნახეთ როგორი იყო რეაქცია ქართული ოცნების მხრიდან, ხო? თავიდან დაიწყეს საუბარი ამ საკითხზე როგორც აბსურდზე, BBC დანაშაულეს როგორც ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი მედია საშუალება, fake news-ი, ატყდა მთელი აჟიოტაჟი, გამოვიდნენ ქართული ოცნების მოლაპარაკე თავები, საუბრობდნენ იმაზე თუ რა სკანდალებში შეიძლება იყოს გახვეული BBC, პოსტივიმ დადო Facebook-ზე კარდი, რომ აი BBC არის fake news-ი, ეს ცალკე გროტესკული ამბავია და შემდეგ სუსმა დაიწყო ამასთან დაკავშირებით გამოძიება და აანონსეს. აი ეს ქრონოლოგიურად როგორ ხდება საათების განმავლობაში, ხო? უნდათ რომ შექმნან რაღაცა წარმოდგენა, რაღაც აღქმა საზოგადოებაში, როგორც რაღაც საერთოდ წარმოუდგენელი რამის პროპაგანდის მანქანა ამუშავდა, აი თურმე გერმანელებს რასაც იყენებდნენ და იმათ რაც კლავდაო აგერ თურმე ქართველები ამის მიმართ მედეგები ყოფილვართო, სრული აბსურდი ბუნებრივია ახლა ნებისმიერი ქიმიური შემადგენლობა თავის შემცველობის მიხედვით იწევს ფატალურ თუ არაფატალურ შედეგებს. და ბოლოს, როდესაც უკვე ამ ყველაფერმა არ იმუშავა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს მთლად ისეთი აბსურდიც არ ყოფილა, რომ როგორ შეიძლება ამდენი ხანი ინახებოდეს და ასე შემდეგ, ბოლოს გომელაურს, არა მოქმედ მინისტრს, არამედ იმ დროს დარბევების დროს პასუხისმგებელ პირს ათქმევინეს, რომ ესეთი ნივთიერება, აკრძალული ნივთიერება მართლაც ყოფილა შესყიდული ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და თურმე ასეთი რამ მარაგში მართლაც ჰქონიათ და ახლა დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი საკითხი არის თუ არა, ანუ უნდა ვენდოთ თუ არა ქართულ ოცნებას, გამოიყენეს ეს თუ არ გამოიყენეს, ხო? ანალოგიური მსგავსი შემთხვევა ჩვენ გვახსოვს იქ გავრილოვის ღამის შემთხვევაშიც, ხო, აი ეს ტყვიები, დათვის ტყვიები, თურმე ისიც ნაცების დროს ყოფილა შესყიდული და შემდეგ გამოყენებულიო, როდესაც ეს თავადვე შემოატრიალეს ეს სურათი. ჩემი აზრით, მათ ეს პროპაგანდისტული მთელი სპექტაკლი ჩაეშალათ, სწორედ გომელაურის თამაში შემოყვანით და ამ განცხადებით, ბუნებრივია, ახლა ნდობა ქართული ოცნებისა არის საზოგადოებაში ვიცით როგორ მდგომარეობაშიც, შესაბამისად ეს ყველაფერი უნდა დადგინდეს და თუ ეს ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველად 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც აი როდიონოვის და ლებედის ორგანიზებით დახოცეს ჩვენი თანამემამულეები და დაშალეს მაშინ სისხლით ეს მიტინგი არა მხოლოდ ტანკებით, არამედ იმ ქიმიური იარაღით, რომელიც იყო აკრძალული, ეს იქნება მეორე შემთხვევა, ეს არის უდიდესი საერთაშორისო სკანდალი, რაც იმას ავლენს, რომ ივანიშვილის რეჟიმი
ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყენებს აკრძალულ ქიმიურ საშუალებებს. აი თქვენც აღნიშნეთ და მართლაც ასია ქიმიური ნივთიერების წყლის ჭავლში შერევასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონო გამოყენებაზე უფლებადამცველი ორგანიზაციები, რა ვიცი, თავიდანვე საუბრობდნენ, ისე როგორც არაერთი დემონსტრანტი მიუთითებდა, რომ არა მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, არამედ რამდენიმე დღის განმავლობაში ეწოდათ თვალები თუ მთლიანად სახე, უჭირდათ სუნთქვა, ისე როგორც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა, თუმცა ისევ ქართული ოცნება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური რაღაცა ნაერთების გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს. მეტიც იცით, რომ BBC-ს წინააღმდეგ საქართველოს მმართველი პარტია საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს, ოცნება მომზადებული რეპორტაჟის უკანაც Deep State ხედავს და ამტკიცებს, რომ პროპაგანდისტულ იარაღად იქცა ერთ დროს მართლაც ისეთი გავლენიანი და სანდო მედია საშუალება. აი კიდევ ერთხელ უნდა დაგისვათ კითხვა, რომელიც ინტერვიუს დასაწყისშიც დავსვი, რამდენად არის მტკიცებულებებით დადასტურებული ის რასაც რა ხასსაც ავითარებს BBC, იმიტომ რომ აი ქართული ოცნების შეფასებით არ შეიძლება ობიექტურად ჩაითვალოს ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებული პირების მონათხრობს ეყრდნობა, არ შეიძლება ობიექტურ წყაროც შეფასდნენ, მაგალითად ეკა გიგაური, გელა ხასია, ირაკლი შაიშმელაშვილი, აქციების აქტიური მონაწილე ექიმები და მოკლედ პირები, რომლებიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ არიან განწყობილნი. აი შესაბამისად, რამდენად შეიძლება საერთაშორისო სასამართლომ ჩათვალოს, რომ ეს გარემოება გასათვალისწინებელია და შესაბამისად რა შანსი შეიძლება კონდეს უკვე ქართულ ოცნებას საერთაშორისო სასამართლოებში BBC-ს წინააღმდეგ. მე როგორც აღნიშნე, არსებობს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაცია, არსებობენ შესაბამისი საერთაშორისო ექსპერტები და მე ნამდვილად არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, რომ უფრო კვალიფიციური პასუხი გაგცეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება რომ დადგინდეს. სხვა საკითხია, ქართული ოცნება რომ ვიღაცის სანდოობაზე საუბრობს, თან BBC-ს სანდოობაზე საუბრობს და სხვათა შორის რადგან BBC-ზე არის საუბარი, გვახსოვს რამდენიმე წლის წინ კოლ-ცენტრების სქემაზე რომ ჰქონდა რეპორტაჟი. რესპონდენტებზეც ამბობს, რომ შეიძლება მათი პოზიციები იყოს სანდო და გასაზიარებელი. ხო, ну ქართული ოცნება არის სანდო და რესპონდენტები და BBC-ს გამოძიება თურმე ყოფილა არასანდო. ეს ცალკე სასაცილო საკითხია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ BBC კოლ-ცენტრების რეპორტაჟთან დაკავშირებით მაშინ ყოფილა ქართული ოცნებისთვის სანდო, ახლა აღმოჩნდა, რომ ყოფილა fake news-ი და აპირებს საერთაშორისო დავას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისინი დღის ბოლოსვე მიხვდნენ რამხელა პრობლემის წინაშე დგანან თავად და გომელაურს ათქმევინეს, რომ ასეთი რამ შესაძლოა მარაგში მართლაც ჰქონია, მე არ გამიკვირდება მოვლენების ისეთი განვითარება, რომ ბოლოს გომელაურის პირად პასუხისმგებლობად ჩათვალო, რომ თურმე ქართულმა ოცნებამ არ იცოდა და გომელაურის მიერ და მისი ბრძანებით მართლაც ყოფილა ეს გამოყენებული, როგორც ჩვენ ნახეთ ეს გავრილოვის ღამის შემთხვევაში. ბატონ გიორგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება მამუკამ დინარაძის უწყებამ ორი მუხლით აღძრა საქმე და ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. ერთი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, მეორე კი უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას და აი განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ეს მეორე მუხლი იქცევს, რადგან ბევრისთვის ეს აჩენს კითხვას, ხომ არ შეიძლება ეს ნიშნავდეს გამოძიების დაწყებას რეალურად იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვიზეც უკვე ვისაუბრეთ და ვინც უკვე ვახსენეთ, BBC-ს რესპონდენტებს ვგულისხმობ. აი მართლაც საქმის აღძვრა უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით. რა მოლოდინების, ასე ვთქვათ, საფუძველს ქმნის, რამდენად შეიძლება ვნახოთ ახალი საქმეები აი სწორედ BBC-ს ქართული რესპონდენტების წინააღმდეგ. ქართული ოცნება არის რუსული რეჟიმი, ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც ებრძვის ყველას, ვინც არის მის წინააღმდეგ. ამის დასტური არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში ყავს ამდენი პოლიტიკური პატიმარი, ამდენი სინდისის პატიმარი, ამის დასტური არის ის, რომ ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხო, პრაქტიკულად ხელფეხი აქვთ შეკრული ამ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობით, ზღუდავენ თქვენ თავისუფალ მედიას პარტიებს, აკრძალვას უპირებენ პოლიტიკური ლიდერები, პასუხისგებაში არიან მიცემული, სრულიად აბსურდული
სამართლებრივი თვალსაზრისით ბრალდებებით, ხო, მტრულ საქმიანობაში დახმარება, მათ შორის ეს საბოტაჟის საქმეები და პარტიების აკრძალვა, რასაც ეფუძნება, ხო, ეს გამოგონილი საქმეები, რომ თურმე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან რომ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რეალურად, ეს ყოფილა მტრული საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ. ანუ ქართული ოცნება ამბობს, რომ ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ვართ სამშობლო და ყველაფერი, რაც ქართული ოცნების წინააღმდეგ არის, საქართველოს წინააღმდეგ არის. მათ აქვთ რეპრესიული მანქანა, მათ აქვთ რეპრესიული პოლიტიკა და ბუნებრივია ნებისმიერ საკითხს, ნებისმიერ ნიუანსს, ნებისმიერ ფაქტს ისინი გამოიყენებენ მათი პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ. იმ ადამიანების წინააღმდეგ შეიძლება რომლებიც არ არიან პოლიტიკაში, მაგრამ რომლებიც უპირისპირდებიან რეჟიმს თავისი მშვიდობიანი, სრულიად კანონიერი და კონსტიტუციური ბრძოლის მეთოდებით, ისინი მიიჩნევენ ოპონენტებად და მათ უსწორდებიან. ეს ჩვენ ხომ გვინახავს სხვა განზომილებებში, სხვა ფორმებში და რა თქმა უნდა, ყველაფერი არის მოსალოდნელი. რა გაგრძელება შეიძლება მოხდეს ამ ამბავს ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, ამაზეც მინდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ აი უკვე წამოვიდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ BBC-ს სკანდალმა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები შესაძლოა ჰააგის სასამართლოს სკამამდე მიიყვანოს, ისე როგორც გვესმის განცხადებები, რომ BBC-ს ფილმი წყალი, რომელიც წვავს, შეიძლება ახალი, მათ შორის ბრიტანული სანქციების საფუძველი გახდეს. აი თქვენი აზრით, რა მსვლელობა შეიძლება მიეცეს BBC-ს ფილმს საქართველოს შესახებ. BBC-ს ფილმი და საერთოდ BBC-ს გამოძიებებს აქვს ხოლმე ძალიან სერიოზული შედეგები ჩვენაირ ქვეყნებში, მათ შორის, ანუ ავტორიტარულ ქვეყნებში, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს აქვს საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები ნატვირთი და თუ ეს ვალდებულებები არის დარღვეული, არ აქვს მნიშვნელობა ამ თუ წინა ხელისუფლების დროს. ამას ხომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანას, სახელმწიფოს აქვს ნაკისრი ვალდებულება, ხო, რომ არ უნდა იქნას გამოყენებული აკრძალული ქიმიური იარაღი, ქიმიური ნივთიერებები. შესაბამისად, თუ ეს დადასტურდება, ამას მოჰყვება ბუნებრივია შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა, ეს იქნება ძალიან სერიოზული საერთაშორისო სკანდალი, რომელსაც თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, ქართული ოცნება თავიდან ნამდვილად ვერ აიცილებს. კეთილი, კიდევ ერთი და შემდეგ უკვე ალეკო ელისაშვილზეც მინდა ვისაუბროთ BBC-ს ფილმთან, აი რეპორტაჟთან დაკავშირებით, ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და დასავლელ მოკავშირეებს მიმართეს ქართული ოპოზიციური პარტიები სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს მოუწოდებენ ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხისმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერების შემდგომი გამოყენება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სპეციალურად გადავავლე თვალი, ასე ვთქვათ, განცხადების ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს და ლელო არ არის ამ ჩამონათვალში, არიან პარტიები ახალი გირჩი, ევროპული საქართველოს ეროვნული დემოკრატიული პარტია, თავისუფლების მოედანი, სტრატეგია, აღმაშენებელი ფედერალისტები, მაგრამ არ ხართ თქვენ. აი რატომ არ შეუერთდით ამ განცხადებას, ესეც მინდა გკითხოთ და მეორე მხრივ როგორ შეიძლება შეფასდეს ის, რომ უკვე კარგი ხანია ლელო, არ ვიცი, აი სხვა ოპოზიციური ძალებისგან განცალკევებით თუ მოშორებით არჩევს ყოფნას. ანუ მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ არანაირი განსხვავებული პოზიცია არ გვაქვს. ჩვენს პარტიაშიც ჩატარდა გუშინ ბრიფინგი, თაზო დათუნაშვილმა ჩაატარა ჩემმა კოლეგამ ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი და ზუსტად ანალოგიური მოთხოვნა გქონდა. მე არ ვფიქრობ, რომ აუცილებელი იყო, რომ ერთობლივი განცხადება ყოფილიყო. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, არიან რაღაც თავის სხვა პლატფორმაზე გაერთიანებული და სხვა პოლიტიკურ აქტივობებსაც ერთობლივად გეგმავენ. მე ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობაც არ ჩამოგიწვიათ, ხო, მათ შორის, მათაც აქვთ ცალკე თავისი გზა, ასე რომ ეს სულ სხვა მიზეზით არის გამოწვეული და არა იმით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ რაღაცა ასეთ სხვადასხვაობა გვაქვს. ყველას, ვისაც აქვს ჩემი აზრით სწორი ხედვა იმასთან დაკავშირებით. სხვა მიზეზიც დაგისვით პრინციპში. სხვა მიზეზი არის ეს, ან მათ აქვს რაღაც გარკვეული იმას, რატომ პოზიციონირებს ლელო, ასე ვთქვათ, ცალკე ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში და არჩევს, რომ არ იყოს ოპოზიციურ ძალებთან ერთად.
ჩვენ არ გვქონია ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჩამოთვლილ პოლიტიკურ ძალებთან, ჩვენ დიდი ხანია გვაქვს ჩვენი პოლიტიკური გზა, ჩვენი პოლიტიკური ხაზი და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, ასე პოზიციონირებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენს მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკური ძალები არიან გარკვეულ ერთობაში, რაღაც პლატფორმაზე, მე არ ვიცი ის როგორ ფორმას მიიღებს სამომავლოდ და როგორი იქნება მათი თანამშრომლობა, ეს არის მათი გზა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ვფიქრობ, აქ არანაირი რაღაც დაპირისპირების კერა საერთოდ არ იკვეთება, მით უმეტეს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის, რა ვიცი, ყველასთვის საერთო ეხება რეჟიმის მიერ ჩადენილ პრაქტიკულად დანაშაულებრივ ქმედებას ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. მათ აქვთ კიდევ ერთხელ ვამბობ, თავისი პლატფორმა, რაღაცა ტიპის ერთობა და ვფიქრობ, რომ ის შეიძლება კიდევ სხვა ტიპის ერთობაში გადაიზარდოს, როგორც ისინი თავად ამბობენ, მე არ ვიცი, მაგრამ ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი პოზიციონირება გვაქვს. ალეკო ელისაშვილზეც მინდა ვისაუბროთ და შევაფასოთ ახლა უკვე ის, რაც თქვენი ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან ნახეთ და ამავე დროს მოვისმინეთ კიდეც, იმიტომ რომ გუშინდელ სასამართლო პროცესზე ელისაშვილმა ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცა, მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, ეს იყო წინასწარი გადაწყვეტილება, ყველაფერი ვიყიდე და მოვამზადე, ეს მოკლედ იმის შესახებ, რაც გუშინ თქვა სასამართლო პროცესზე ალეკო ელისაშვილმა. რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის ის, რასაც ყვება თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომ ეს იყო სამშობლოზე შეყვარებული და გულანთებული მოქალაქის თავგანწირვა, თუ ლეგიტიმური შეიძლება იყოს კითხვები და ეჭვები, ხომ არ იმალება ალეკო ელისაშვილის ქმედების უკან რაღაც საიდუმლო? მე ვესწრებოდი ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესს და მოვისმინე თავად მისი ნაამბობი, ეს იყო ჩემი მეგობრის ალეკო ელისაშვილის მართლაც უკიდურესად ემოციური სიტყვა, სადაც მან გვიამბო ის თუ როგორ მივიდა ერთი ადამიანი იმ მდგომარეობამდე, რომ ჩაედინა უკიდურესი, თუნდაც უკანონო, ბუნებრივია, კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ოღონდ კონკრეტული იდეისთვის, რომელიც ეს ფორმა, ბუნებრივია, კანონსაწინააღმდეგო ფორმა, ჩემთვის პირადად და ჩვენი პარტიისთვის არის მიუღებელი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ კიდეც პარტიული პოზიცია დავაფიქსირეთ, თუმცა ეს არის ერთი საკითხი, რა ქმედება ჩაიდინა მან და ყოველ შემთხვევაში რას აღიარებს ის, ხო? და მე არ მაქვს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, რომ სხვა ეჭვი შევიტანო მისი ნათქვამის გულწრფელობაში. მეორე საკითხი არის, როგორ ხდება ამ ქმედების ინსტრუმენტალიზება რეჟიმის მიერ. ადამიანურად მე მესმის ალეკო ელისაშვილის, იმიტომ რომ ის არის პოლიტიკოსი, ის არის მოქალაქე, რომელიც არის თავისი გზით მავალი, ის ცოტა სხვაგვარად უყურებს საკითხებს და ჩემთვის ადამიანურად იყო ძალიან სულის შემძვრელი ფაქტი, იმიტომ რომ რეჟიმმა თავისი უსამართლობით, რომელიც დაამკვიდრეს საქართველოში, ანტიდემოკრატიული მმართველობით, როგორ შეიძლება ადამიანი მიიყვანოს ასეთ რადიკალურ ნაბიჯამდე. მაგრამ აქ როგორც უკვე აღნიშნე ბატონო გიორგი, კითხვები და ეჭვები არსებობს, რომ რაღაც სხვა ამბავს უნდა ქონოდა საქმე და მეტიც არის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ წინასწარ და დადგმულ სპექტაკლთანაც შეიძლება გქონდეს საქმე, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა თქვა გუშინ ასეთი რამ რეჟიმებს საპროტესტო მოძრაობაში შემოგზავნილი ჰყავთ ხოლმე პროვოკატორები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ საქმეზე მიდიან, ელისაშვილის საქმე გავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას მისი როლი ჰქონდა დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ ჭამს, ეს არის სააკაშვილის პოზიცია. ეხლა ელისაშვილი ემოციური ადამიანი შეიძლება იყოს, მაგრამ გიჟი ნამდვილად არ არის. შესაბამისად, უნდა ვიყოთ თუ არა დარწმუნებული იმაში, რომ ელისაშვილს კარგად უნდა სცოდნო და რამდენ წლიან პატიმრობაზე წასვლას ნიშნავდა მის მიერ სასამართლოს შენობის დაწვა, თუ კი რა თქმა უნდა ეს თავად მოიფიქრა და უკან რაღაც შეთქმულების თეორიები არ უნდა მოვწოდოთ. მე შეთქმულების არის თუ არა კიდევ ერთხელ ის კითხვები, რომელიც გააჩინა ელისაშვილის ქმედებამ ლეგიტიმური.
მოდი გავყოთ ეს კითხვები ორ ნაწილად. ერთი არის შეკითხვები, რომელიც არსებობს ქართული ოცნების, ანუ რეჟიმის სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს მიმართ, იმ კადრებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ბუნებრივი არანაირი ნდობა არც გამოძიებას, არც მართლმსაჯულებას არ აქვს. სწორედ ის ამან რომ ამ ობიექტურმა ფაქტმა რომ საზოგადოებაში ნულოვანი ნდობა არსებობს ივანიშვილის სამართალდამცავი და სასამართლო უწყებების მიმართ აი ამ ფაქტმა მიიყვანა ელისაშვილი როგორც თვითონ ამბობს ამ უკიდურეს კონდიციამდე. მეორე საკითხი არის ეს კონსპირაციის თეორიები, რა შეიძლება იმალებოდეს თვითონ ალეკო ელისაშვილის ქმედებების მიღმა. მე ამ კონსპირაციის თეორიებში ნამდვილად არ შევალ, შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფების წარმოადგენლებს სხვადასხვა მიზნებისთვის სურდეთ ამისი გამოყენება. მე ვიცი ერთი რამ, ალეკო ელისაშვილი არის ჩვენი პარტიის, ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ჩემი პირადად მეგობარი, ის არის ადამიანი პატრიოტი, რომელიც იბრძოდა როგორც აგვისტოს ომში, იბრძოდა მოხალისედ უკრაინაში, ჩვენი საერთო მტრის რუსეთის წინააღმდეგ და შეგახსენებთ, რომ სწორედ რუსეთის მიერ არის ძებნილი ალეკო ელისაშვილი, ქართული ოცნება ვისი მოკავშირეც არის, აი იმ რუსეთის, ჩვენი ოკუპანტის და მას აქვს 6 წელი მისჯილი ამისათვის იქ რუსეთში დაუსწრებლად. ალეკო ელისაშვილის არის მამუკა მდინარაძის პირადი მტერიც მათ შორის ვიცით ამ ინციდენტზე ხაზგასმით რისი თქმა გინდათ რისი თქმა გინდათ რომ ელისაშვილი რუსეთშია ნასამართლები რომ ის არის პოლიტიკოსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომელმაც სილა გაარტყა თუ იქ რაღაცა მუშტი და დაარტყა მამუკა მდინარაძეს და ასე შემდეგ ამით რასეუბნებით საზოგადოებას რომ შეიძლება მიზეზი იყოს რა მე ამით იმის თქმა მსურს რომ ალეკო ელისაშვილი რასაც ამბობს ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ უკანონო ქმედება დანაშაულებრივი ქმედება შეიძლება თუმცა სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაცია მას უნდა ჰქონდეს სულ სხვა და ის მუხლი რომელიც მას წაუყენეს ტერორიზმის მუხლის 123 მუხლის სისხლის სამართლის კოდექსის რომელიც ბოლო ნახევარ საათში შეცვალეს რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმიტომ რომ ის გაცილებით სხვა და ობიექტურადაც სამართლებრივად სულ სხვა სისხლის სამართლებრივ შემადგენლობას გულისხმობს არის წარმოუდგენელი რამ ეს არის ტერორიზმის მუხლი რომელიც საერთოდ არ ჯდება ალეკო ელისაშვილის მოგახსენებთ სწორედ იმიტომ რაც ჩამოვთვალე ვინ არის ალეკო ელისაშვილი როგორც პოლიტიკოსი და ის რომ ამავდროულად არის ჩვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ჩვენი პარტია მოგეხსენებათ ახლა არის ასაკრძალთა სიაში და ეს სურთ მათ გამოიყენონ როგორც პირადად ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, ასევე ჩვენი კოალიციის წინააღმდეგ და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია ეს არის პოლიტიკური რეპრესია პირადად ალეკო ელისაშვილის მიმართ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ და ამ თვალსაზრისით ალეკო ელისაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, ოღონდ სხვა დანაშაული და არა ტერორიზმი. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, აი შალვა პაპუაშვილს აინტერესებს, აპირებს თუ არა ლელო მომხდარის შემდეგ პარტიიდან გარიცხოს ალეკო ელისაშვილი გუშინაც და დღესაც გააკეთა ამაზე აქცენტი პარლამენტის თავმჯდომარემ. უპასუხეთ შალვა პაპუაშვილის მიერ დასმულ კითხვას აპირებს თუ არა ლელო გარიცხოს ალეკო ელისაშვილი პარტიიდან და ხო მართლაც შეიძლება თუ არა მიხვიდეთ ამ გადაწყვეტილებამდე. ერთი ძალიან მარტივი, უბრალოდ მნიშვნელოვანი ნიუანსი არის, რომ თავიდანვე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით, მის ქმედებასთან დაკავშირებით ამბობდნენ, რომ ეს არის ევროპიდან წამოსული დირექტივა, ანუ ევროპელები ავალებდნენო ასეთ ქმედებასო, ახსენეს ასევე ALDE, ის ევროპული პოლიტიკური ოჯახი, რომლის წევრიც გახლავთ ჩვენი პარტია ლელო. კი, ALDE-საც მიმართავს ხოლმე შორის პაპუაშვილი, მაინტერესებს ტერორისტები უნდა გყავდეთ თუ არა რიგებში და ისე გველაპარაკებოდეთ როგორც ევროპული პარტია. და შესაბამისად ძალიან მარტივად ვუპასუხებ მას. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კოალიცია, რომელიც არის პოლიტიკური ერთობა რომელშიც შედის როგორც პარტია ლელო, ასევე პარტია მოქალაქეები და საარჩევნო ბლოკები კანონმდებლობით არ არსებობს, ჩვენ უბრალოდ პოლიტიკური ერთობა შევკარით საარჩევნო და არჩევნები, ორი არჩევნებისათვის
ალეკო ელისაშვილი არ არის პარტია ლელოს წევრი, ის გახლავთ პარტია, სხვა პარტიის, რეგისტრირებული პარტიის მოქალაქეების თავმჯდომარე, შესაბამისად ჩვენ მას ვერც გავრიცხავთ სამართლებრივად, რომც იყოს ამისი საჭიროება და მოქალაქეები არ არის ალდეს წევრი. ეს სრული აბსურდი არის, ფაქტობრივად თუ არ იცოდა ბატონმა პაპუაშვილმა, ახლა იცოდეს, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურად, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ალეკო ელისაშვილი არის ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი მეგობარი, ჩვენ ადამიანურად მას მიჯნავთ ბუნებრივია მის ქმედებას ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიიდან, თუმცა ის არის რჩება ჩვენს თანამებრძოლად, ჩვენთვის ის არის ადამიანურად ძალიან ძვირფასი და უდგავართ გვერდში როგორც მას, ასევე მის ოჯახს. მადლობა ბატონ გიორგი იმისთვის რომ მოხვედით ჩვენთან და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, დაგემშვიდობებით. გიორგი სიორიძე იყო ჩვენი სტუმარი, ახლა რეკლამის შემდეგ ბაკურ კვაშელავა შემოგვერთდება, ასე რომ დაგვაოდით. მაშა ასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, პარტია თავისუფლების მოედნის გენერალური მდივანი ბაკურ კვაშელავა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ბაკურ და მადლობა რომ გვესტუმრეთ. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ბაკურ, დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენი ქვეყნის შესახებ BBC-ს სკანდალური ფილმია წყალი, რომელიც წვავს, ასე ვქვია, იცით თქვენ, ასე ვთქვათ, საგამოძიებო რეპორტაჟს, რომელშიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებას დადანაშაულებული. მოდით დავიწყოთ აი ამ ფილმში გაჟღერებული ინფორმაციის შეფასებით და გითხარით თქვენი საათქმელი, აი სხვა პოლიტიკოსების პოზიცია, რომ საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან, რომელიც შესაძლოა უტოლდებოდეს 9 აპრილის ტრაგედიასაც კი და რომ ეს არის, არ ვიცი, ტერორისტული აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ასეთი შეფასებებიც ისმოდა გუშინ პოლიტიკოსების მხრიდან. აი თქვენთვის რას ამბობს ფილმი, რომელიც საქართველოში ახლა მართლაც შეფასების ნომერ პირველი საკითხია. აი ჩემთვის ეს ფილმი პირველ რიგში ამბობს იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, ინსტიტუციები არის მოშლილი და მთლიანად უზურპირებული ერთი პარტიის მიერ. ჩვენ რო გქონოდა ნორმალური, ასე ვთქვათ, სამართლებრივი სახელმწიფო, ხო? მაშინ ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიც არის ჯანდაცვის სამინისტრო, როგორიც არის, ვთქვათ, მედიკოსთა ასოციაცია, სტატისტიკის სამსახური დაადგენდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება დეკემბერში, როდესაც უამრავი ადამიანი მიმართავს საავადმყოფოს ისეთი ჩივილებით, რომელიც არაფერში არ ჯდება. იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით ნამდვილად ჩვენი ახლობლებისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებმაც თავის თავზე გამოიარეს აი ამ გაზის მოწამვლა, რომ ისეთი სიმპტომები ჰქონდათ, რომელიც არ ჯდებოდა აი ჩვეულებრივი, აი იმას რასაც ეძახიან, ხომ, ციცაკის სპრეის მოწამვლის სიმპტომებში. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ინსტიტუცია ქვეყანაში თვალს ხუჭავს ბევრ რამეზე და ასრულებს პარტიის დავალებას და არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს და სწორედ ამიტომ არის, რომ ეს პროტესტი მუდმივად გრძელდება და გაგრძელდება. ამიტომ მაგნიცკის უკაცრავად შეგაწყვეტინეთ და ერთად მიპასუხეთ. მაგნიცკის აქტის ავტორი ბილ ბროუდერი სვამს ასეთ კითხვას, საინტერესოა საქართველოს მთავრობამ დემონსტრანტების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენება თავად მოიფიქრა თუ რუსმა მმართველებმა შთააგონეს. აი, რას უპასუხებთ თქვენ ბროუდერის მიერ დასმოვა ამ კითხვას? არ ვიცი, ალბათ ამაზე პასუხი თვითონ მთავრობაში იმ ადამიანს ექნება, რომელმაც ეს რაღაცა გადაწყვიტა, რომ მოსულა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს ციანიდის შემცველი გაზი და მოწამლო საქართველოს ახალგაზრდობა. ჩემი აზრით ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ თვითონ ვერ მოიფიქრებდნენ, მიიღებდნენ რუსეთიდანაც. მე ვიცი, ჩვენ ვიცით, ასე ვთქვათ, გვაქვს ეჭვი არის მოარული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ მარტო ვთქვათ, უნგრელი სპეციალისტები კი არ ჩამოდიან აქ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება მოახდინონ. ასეთივე სპეციალისტები არიან რუსეთიდანაც, იყო ამის შესახებ გავრცელებული არაერთი ინფორმაცია და ის ფაქტი, რომ აი მსგავსი რამ ჩაიდინა ხელისუფლებამ, გამოიყენა აი ამ ტიპის მომწამლავი ნივთიერება დემონსტრანტების დასაშლელად, დემონსტრანტების წინააღმდეგ, ხო? მიუთითებს იმაზე, რომ არაფერია გამორიცხული.
კეთილია. ბატონ ბაკურ, ქართული ოცნების პოზიცია თქვენ იცით, მოისმენდით და მოდით ერთ-ორ კომენტარს მაყურებელსაც გავაცნობ. აი მაგალითად ჩავა პაპუაშვილი, ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა და იარაღად გამოყენებულია BBC-ის სიუჟეტი. გია ვოლსკი ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც გარე ძალების აზრით საჭიროა, რათა საჭიროა რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას და მოკლედ ეს ხაზი აქვს ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს, ახლა ვისი კომენტარიც არ უნდა მოვიშველიოთ. აი რა კავშირი შეიძლება გქონდეს, ესეც მინდა გკითხოთ BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟთან გარე ძალებს, Deep State-ს და მეორე მხრივ რატომ უნდა გამოირიცხოს, აი რატომ არის გამორიცხული, რომ კი ბატონო, ახლა ავტორიტეტული და სანდო მედია BBC, თუმცა მაინც პროპაგანდის იარაღად იყოს ის გამოყენებული. როგორც ამას ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ. ქართულ ოცნებაში რეალურად ამტკიცებენ ყოველთვის ერთი და იგივეს, რომ ნებისმიერი ცუდი რამ, რაც ქართულ ოცნების შესახებ იქნება ნათქვამი, არის ჭორი, მოგონილი Deep State-ის კონსპირაცია და აქედან გამომდინარე, ფაქტიურად შეუძლებელია, რომ ჩვენ რომელიმე განცხადებას მაინც რაიმე წონა მივანიჭოთ, თუ ის გაკეთებულია ამ პარტიის და მისი ასე წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ ქართული ოცნებისთვის არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენა ნებისმიერ ფასად, წინასწარ შეგვიძლია განსაზღვროთ, რას უპასუხებენ ისინი ნებისმიერ ფაქტს, ვის მიერ არ უნდა იყოს ის წარდგენილი. ისინი უბრალოდ იტყვიან, რომ ეს არის ტყუილი, ეს არის მოგონილი და სწორედ აი ამაში ჩდება მათი პასუხები. აი მომავალშიც კიდევ რომ გამოჩნდება იმ სამართალდარღვევების შესახებ, რომელიც ქართული ოცნების მიერ იქნა განხორციელებული, ზუსტად იგივე პასუხებს უნდა ველოდოთ. თუ ერთი რამე არის რისი გათვლაც ჩვენ წინასწარ შეგვიძლია, ეს არის რომ არ არსებობს ბრალდება, არ არსებობს მტკიცებულება, რომელსაც ქართული ოცნება შეხედავს, თვალს გაუსწორებს და ბოდის მოიხდეს. ეს არის შეიძლება შეცდეს ისე როგორც გაავრცელოს დეზინფორმაციაო ასეთია ქართული ოცნების პასუხი, რომელიც იხსენებს როგორ გაეხვა რამდენიმე კვირის წინ სწორედ BBC-ის სკანდალში, როდესაც გამოაქვეყნა დონალდ ტრამპის ინტერვიუ და აღმოჩნდა, რომ არ ვიცი შეცვლილი იყო საუბრის კონტექსტი. შინაარსი ოცნება ახსენებს საზოგადოებას, რომ ამის გამო BBC-ის ხელმძღვანელ პირებს თანამდებობის დატოვებაც მოუწია. აი სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვაც, შეიძლება თუ არა მათ შორის შეცდეს ისეთი სანდო მედია ორგანიზაცია, როგორც ეს არის ტიპიური, ასე ვთქვათ, პროპაგანდის მეთოდი, როდესაც შენ მეორე მხარისგან მოითხოვ, რომ იყოს წმინდანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ ინფორმაციას ისევე ეჭვის ქვეშ აყენებ, როგორც მაგალითად ისინი ეჭვის ქვეშ აყენებენ აი იმ 95%-ს, რაც მომდინარეობს, ვთქვათ, იმედი ტივისგან ან პოსტივისგან, ხო? აი თუ BBC-ს ჰქონდა ერთი შემთხვევა და იმედს აქვს 99-100-დან გამოვა ოცნების წარმომადგენელი და იტყვის, რომ იმედი და BBC არის ერთი და იგივე. უბრალოდ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ მაინც არსებობს საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც არასოდეს არ დაიჯერებს, რომ BBC-ის ობიექტურობა უდრის იმედის ობიექტურობას. ეს არის და ეს. კიდევ ერთი აი თემის კონტექსტში, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ოცნება აპელირებს იმაზეც, რომ BBC-ის რესპონდენტები არიან ქართული ოცნების წინააღმდეგ განწყობილი პირები და ამბობს, რომ დაინტერესებული ადამიანების მონათხრობზეა აგებული მთელი რეპორტაჟი. აი წყაროზე, რომელთა ინფორმაციებზე და განცხადებებზე დაყრდნობითაც ასკვნის BBC, რომ სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენებას ჰქონდა ადგილი დემონსტრანტების წინააღმდეგ. აი თქვენი აზრით, რა შეიძლება თქვას საერთაშორისო სასამართლომ და იცით, რომ ქართული ოცნება სწორედ საერთაშორისო ესე ვთქვათ, სასამართლოებში აპირებს სარჩელის შეტანას და ჩივილს BBC-ის წინააღმდეგ. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენმა პარტიამაც გააკეთა განცხადება და მოვითხოვეთ ამის გამოძიება დამოუკიდებელ სასამართლოში საერთაშორისო არენაზე. ვინაიდან ჩვენ არ გვჯერა იმის, რომ საქართველოში შესაძლებელი იქნება ამ ხელისუფლების პირობებში ამ ყველაფრის გამოძიება. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ამას გაბედავს ქართული ოცნება და თვითონაც იქნება ამის ინიციატორი, ვინაიდან აი დიდი მოსალოდნელობით მე ვიტყოდი 90%-ის მოსალოდნელობით ზუსტად ის მოხდა, ვინაიდან ჩვენ ვიცით აი ის მონათხრობი იმ ხალხის, რომელმაც გამოიარა ეს დეკემბრისა და ნოემბრის დღეები, თუ რა სიმპტომები ჰქონდათ მათ და ეს ჯდება სწორედ აი იმ
მონაცემებში, იმ ფაქტებში, რომელიც თქვა BBC-მ გაასაჯაროვა. რაც შეეხება იმას, რომ რესპონდენტები იყვნენ ძირითადად ქართული ოცნების მოწინააღმდეგე, სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ასეთია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, გარდა იმ დეპუტატებისა, რომლებიც პარლამენტში უკანონოდ არიან მოხვედრილი და მათი ნათესავების და ახლობლების. ეგ არის და ეგ, ამიტომ ძალიან ძნელია, რომ BBC მან ვინმე მოძებნოს თქვათ ქართული ოცნების მხარდამჭერი სადმე და ის ალაპარაკობს. ეს არის ბუნებრივი რამე. ბატონ ბაკურ, ერთად გითხავთ ერთი მხრივ ვახტანგ გომელაურის კომენტარზე, რომ ქიმიური ნივთიერებები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ შეიძინა, ხელისუფლების დროს შეიძინეს და მას შემდეგ ინახებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა ქართული ოცნების პირობებში გამოყენებული არ ყოფილა. მეორე მხრივ კი სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომ აი სწორედ BBC-ს ფილმთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, ერთ შემთხვევაში საუბარია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებაზე, მეორე მუხლი კი ეხება უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევას. აი რას აჩვენებს გომელაურის და სუსის განცხადებები, რა შეიძლება იყოს ამ ყველაფერზე ქართული ოცნების საპასუხო ნაბიჯები? უკვე ჩანს თუ არა კონტურები, ასე ვთქვათ, როგორ და რა მიმართულებით შეიძლება აპირებდეს საქართველოს მმართველი პარტია მის წინააღმდეგ მიმართული სკანდალური ინფორმაციის შემოტრიალებას? როგორც ჩანს, ქართული ოცნება თვლის, რომ ჯერ კიდევ დარჩა სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ან სხვა უწყებებში ისეთი ადამიანები, რომელთათვის საქართველოს ინტერესები უფრო მაღლა დგას ვიდრე ქართული ოცნების და ცდილობს, რომ ისინი აღმოაჩინოს. ალბათ ეს არის ამ განცხადების ძირითადი შინაარსი, იმიტომ რომ გონიათ, რომ ეს გავიდა მათი რიგებიდან. რომ ინფორმაცია როგორც ჩანს ზუსტია, აი ვერ თქვეს ის, რომ ასეთი იარაღი არ გააჩნიათ, რა თქმა უნდა თქვეს, რომ აი იმათ მოკითხეთ ნაციონალურ მოძრაობას, თითქოს იმათი გადმონაშთი ყოფილიყო, და იმათ გადმონაშთებს თუ მივყვებით მთავრობაში და ხელისუფლებაში საკმაოდ ბევრი ყავთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც ერთ რამეში არიან თანმიმდევრული, ხომ? რომლებიც არიან მორჩილებას მიჩვეული, იერარქიას და ყოველთვის ხელისუფლების მხარეს ვინც არიან, ხო? ესეთი სამოქალაქო სექტორშიც არის და აკადემიაშიც თქვენ ნახავთ ახლა ადამიანებს, რომლებიც თანმიმდევრულად უჭერენ მხარს მთავრობას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მთავრობაში, ხო? და მათი ინკორპორაცია ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად მოახდინა. ამიტომ ხედავთ იმას, რომ იწყება რღვევა, როგორც ჩანს, იწყება არა, დაწყებულია დიდი ხანია, მაგრამ ეს გამოდის დღის სინათლეზე ზუსტად ისეთი ფაქტებით, როგორც არის BBC-ს მიერ ჩატარებული გამოძიება და იმ ადამიანების ვაჟკაცობა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არ არის მისაღები ქართველი ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის მოწამლა ესეთი გაზით, რომელსაც პირველ მსოფლიოში ბატონო, კიდევ ერთ აქტუალურ საკითხზე მინდა მოვასწროთ საუბარი ვიდრე დაგემშვიდობებით და მოდით ახლა უკვე ალეკო ელისაშვილის საქმე შევაფასოთ. სასამართლოს შენობაში შეპარვის და შენობის დაწვის მცდელობა, რასაც პროკურატურამ ტერორიზმის კვალიფიკაცია მისცა. ხა თავად ელისაშვილი ფაქტს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან უსამართლო სასამართლოს წინააღმდეგ ქმედება არ შეიძლება შეფასდეს დანაშაულად. მოკლედ რბილად რომ ვთქვათ, ისეთ ძალიან უცნაურ ამბავთან გვაქვს საქმე, რომლის მონაწილეც აღმოჩნდა ალეკო ელისაშვილი. რამდენად ხართ მათ რიგებში, ვისაც ელისაშვილის ქმედება უჩენს კითხვებს? კითხვებს აჩენს, ბუნებრივია, რომ რატო აი ამ პიროვნებამ რატო გადაწყვიტა ამის გაკეთება, რატო გადაწყვიტა ზუსტად ამ დროს. მაგრამ მეორეს მხრივ და რა სავარაუდო პასუხებამდე მიდიხართ? მე ვფიქრობ, რომ ალბათ კონკრეტული ადამიანის იმ მომენტში ფსიქიკურ მდგომარეობასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ხოლო ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ თუ რამხელა კრიზისია ზოგადად ქვეყანაში, კრიზისი, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა და ქართული ოცნება აგრძელებს, ვინაიდან ის არ ცდილობს არც პოლარიზაციის შერბილებას, არც დრაკონული კანონების გაწევას და არც მდგომარეობის განმუხტვას. არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც იქნებოდა ქვეყნისთვის საკეთილდღეო და ეს იწვევს, მე ვიტყოდი, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ და ემოციურ წნეხს. აი 4 ოქტომბერს თუ გავიხსენებთ, ხო? და იქ გამიმდინარე მოვლენებს, ერთ-ერთი გამოხატულება ეს იყო. მე ვიტყოდი, რომ ალბათ ალეკოს მოქმედებებით სწორედ აი ამ კონტექსტში ჩდება და ამ კონტექსტით აიხსნება ეს, რაც გარედან ჩანს.
ეხლა ვინც უფრო შიგნით იცის თუ რა ხდებოდა, ალბათ უფრო სხვა რა გავლენა ექნება მომხდარს მშვიდობიან პროტესტზე? მოდით ამ კითხვასაც დაგისვავთ და ამით დაგემშვიდობებით ბევრ შეფასებას ვისმენთ უკვე, რომ მეორედ მიადგა ზიანი წინააღმდეგობის, ასე ვთქვათ, მოძრაობას. პირველ შემთხვევაში ეს იყო 4 ოქტომბრის მოვლენები, ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენები და მეორე შემთხვევაში ეს უკავშირდება სწორედ ელისაშვილის მიერ, ალეკოს მიერ სასამართლოს შენობის გადაწვის მცდელობას. აი თქვენი პოზიციიდან გამომდინარე არ უყურებთ ელისაშვილის ქმედებას როგორც დამაზიანებელ ფაქტორს წინააღმდეგობის მოძრაობისა, ხო? პროტესტს ვერაფერი ვერ დააზიანებს, იმიტომ რომ პროტესტის მიზეზები იმდენად ბაზისურია, იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა, რომ რომელიმე მოვლენა ამას ვერ შეცვლის. რაც არ უნდა უცნაური და პარადოქსული მოვლენაც არ უნდა იყოს. გადასაჭრელია ისეთი ძირითადი საკითხი, როგორიცაა ხელისუფლებისგან იმ ხალხის ჩამოშორება, რომელთაც საქართველოს ინტერესები მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ. ეხლა აი ამის მერე უკვე კონკრეტული ადამიანი რაც ჩაიძენ, შეიძლება ნიუსების ერთი დღე წაიღოს, ან ორი, მაგრამ პროტესტის შეწყვეტა, შეჩერება, ან მისი დაზიანება ამის გამო წარმოუდგენლად მეჩვენება. სწორედ ამიტომ არის, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ იყო თქვათ იქ აქცია, შემდეგ იყო ისე 28 ნოემბერი. ეს პროცესი მხოლოდ გაიზრდება, თუ კი ქართული ოცნება არ განახორციელებს მთავარს. ეს არის, რომ მისი გადაწყვეტილებები უნდა ეთანხმებოდეს ქართველი ხალხის ნებას. იმას, რაც კონსტიტუციაშია გამოხატული. სანამ ეს არ მოხდება, პროტესტი გაგრძელდება. შალო პაპუაშვილი ითხოვს, რომ ლელონ პარტიიდან გარიცხოს ალეკო ელისაშვილი, მათი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კოალიციიდან. თქვენი აზრით რა იქნებოდა ლელოს მხრიდან, ესეთი სწორი და ადეკვატური რეაგირება ელისაშვილის ქმედებასთან მიმართებაში? არ ვიცი, იცით ახლა მათ აქვთ ალბათ გაწერილი თავიანთი შიდა წესები და რეგულაციები, რომელიც ასეთ შემთხვევაში მოითხოვს გარკვეულ ქმედებებს. ეს მოედანი როგორ მოიქცეოდა? ჩვენ პირდაპირ გვიწერია ახლა ჩვენს წესდებაში და შიდა დოკუმენტებში, რომ ისეთი ქმედება, რომელიც უკანონოა, რომელიც არ ღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, არის საფუძველი ადამიანის პარტიიდან გარიცხვის. პირდაპირ წერია ეს. კეთი, მადლობა იმისთვის, რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ აქტუალურ საკითხებზე ჩვენს კითხვებს. დღეს დაგემშვიდობებით. ბაკურ კვაშილავა იყო ჩვენი სტუმარი. დღის ნუსხურით ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.